ეხლა ბრიტანელი ისრაელი აკადემიკოსი ალექს სინკლერი მისი თქმით შოკში ჩავარდა, როდესაც ისრაელის პოლიციამ დააკავა იმის გამო, რომ კიპა ეცვა თავსაბურავად, რომელზეც ამოქარგული იყო ისრაელისა და პალესტინის დროშები. შემდეგ ის წაიყვანეს კაფედან, სადაც თავის საფთან ახლოს მოდინში, ცენტრალურ ისრაელში იჯდა. უბრძანეს, რომ კიპა ჩაებარებინა და ფაქტობრივად საკანში ჩაკეტეს. და ნივთი დაუბრუნეს. როგორც აქ ხედავთ, ის ნაწილი, სადაც პალესტინის დროშა იყო, ამოჭრილი იყო. ეხლა ეს უჩვეულო შემთხვევა ადგილობრივ და საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სინკლერმა დეტალები სოციალურ ქსელებში გაავრცელა. მაგრამ ეხლა, ვავაც დიალოგის დიებაში თვითცეთ, მან თავისი ძველი კიპა, ახალი კიპათი შეცვალა და პალესტინის დროშა ისევ დატოვა. ჩვენთან ერთად არის დოქტორი ალექს სინკლერი, მწერალი და პედაგოგი, რომელიც მოდინიდან გვერდება. მადლობა, რომ ჩვენთან ხართ. ალბათ შოკირებული ხავით პოლიციის ჩარევით ამ საკითხში, მაგრამ ფიქრობ ეს კიპა მანამდეც იცვევდა, ასე ვთქვათ, ნეგატიურ ყურადღებას. თუ შეძლოთ აღწეროთ ის უცნაური სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდით და თქვენი мотиваცია, რატომაც ატარებთ მას? რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მიხარია რომ აქვს საუბრის შესაძლებლობა. ვფიქრობ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მე ვარ სიონისტი. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც გაიზარდა იმ ადგილას, საიდანაც ეხლახან მოისმინეთ შესანიშნავი რეპორტაჟი. მე ლონდონში გავიზარდე. მე ისრაელში ვცხოვრობ 1997 წლიდან. გადავედი ისრაელში, თუმცა შუაში ცოტა ხნით ამერიკაშიც ვიცხოვრე, მაგრამ ახლა აქ ვცხოვრობ. მე სიონისტი ვარ. მყავს 3 შვილი, რომლებიც ამჟამად ყველა ჯარში მსახურობს. ამიტომ ეს არის ადგილი, რომელიც ჩემი სახლია, რომელიც მიყვარს და სადაც ცხოვრება ავირჩიე. ამიტომ ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენს მაყურებელს ეს სწორად ესმოდეს. მე ამას ვაკეთებ როგორც ამაყი ებრაელი და როგორც ადამიანი, რომელიც სჯერა ამ ქვეყნის, რომელმაც აქ ცხოვრება აირჩია და სურს, რომ ეს ქვეყანა მომავალში აყვავდეს და განვითარდეს. მე ვარ სიონისტი, რადგან ჯერა, რომ ებრაელები ხალხია, ერი. ჯერა რომ ებრაელებს აქვთ თვითგამორკვევის უფლება ამ სოფლიოს ნაწილში, მათ ისტორიულ სამშობლოში. და მართლა მიყვარს, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვარ. ვატარებ კიპას. მრავალი წელია კიპას ვატარებ. ბავშვობაში კიპას არ ვატარებდი. კიპას ტარება 20-იან წლებში დავიწყე. და კიპას ტარება ყოველთვის რთული იყო ჩემთვის, რადგან ამ ყველაფერთან ერთად პოლიტიკურად მე მარცხენა ვარ. და როცა ისრაელში დადიხარ, კიპას ტარება ადამიანებს აძლევს საფუძველს, რომ მიგაკუთვნონ გაკველ-დარკველ რელიგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებიც ჩემი არ არის. ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში ვიბრძოდი იმაზე, თუ როგორ გამეგრძელებინა კიპას ტარება. ამ ებრაული ტრადიციის შესრულება, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერია, როგორც რელიგიურ, ასევე სულიერ დონეზე. მაგრამ ისე რომ ამით არ მიმაკუთვნონ რელიგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებიც ნამდვილად არ არის ჩემი და პრობლემურად მიმაჩნია, ამიტომ მოვიფიქრე ეს იდეა. როგორც ხედავთ, აქ არის როგორც ეკრანზეა ნაჩვენები, აქ არის ახალი და აქ არის ძველი, რომელიც მანამდე აჩვენეთ. ამიტომ მოვიფიქრე ეს იდეა და ნახეთ, მართალი ხართ. არ ვარ გულუბრყვილო და მესმის რომ პალესტინის დროშა ზოგისთვის ბევრი ისრაელისთვისაც კი რთული სიმბოლოა სანახავად. ამიტომ ამ საკითხში გულუბრყვილო არ ვარ. და ვფიქრობ მნიშვნელოვანია ერთდროულად რამდენიმე სიმართლე ვაღიაროთ. სიმართლე ნომერი 1, დიახ, არიან პალესტინელები, რომლებიც იმ პალესტინული დროშის ქვეშ მარშირებენ და სურთ ჩემი მოკლა, რადგან მე ისრაელი ვარ, რადგან ებრაელი ვარ, სურთ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. არსებობენ ჰამასის, ისლამური ჯიჰადის წევრები, ადამიანები, რომლებიც იმ დროშის ქვეშ მარშირებენ, რომლებიც 7 ოქტომბერსაც იმ დროშის ქვეშ მარშირებდნენ. სურთ ჩვენი ყველას განადგურება, სურთ ამ ქვეყნის განადგურება. და როგორც თქვი, სურთ ჩემი მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ისრაელი ვარ ან ებრაელი ვარ. ჰამასი ჩემი მტერია. ჰამასი ჩემი მტერია, რომელიც ჩემი აზრით უნდა განადგურდეს და ვისთანაც მომავალში თანაცხოვრება შეუძლებელია. ეს არის პირველი სიმართლე. და მეორე სიმართლე ისაა, რომ არიან პალესტინელების, რომლებისთვისაც ეს არის დროშა. რომლებსაც ამ დროშასთან კავშირი აქვთ. ვინც ჩვენთან მშვიდობაში ცხოვრება სურს და ვინც ჩვენს აქ ცხოვრების უფლებასაც აღიარებს. ეხლა ეს მშვიდობის მაძიებელი პალესტინელები ამჟამად უმცირესობაში არიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვარ გულუბრყვილო. არ ვცდილობ თავი მოვითუო და ვითომ ზედმეტად ოპტიმისტურ სიტუაციაში ვართ. მშვიდობის მაძიებელი პალესტინელები აშკარად უმცირესობაში არიან ეხლა, მაგრამ ისინი არსებობენ. და იმის თქმა, რომ ისინი არ არსებობენ როგორც ემპირიულად არასწორია, ისე სტრატეგიულად სულელურია, ჩემი აზრით. ასე რომ ეს საკმაოდ გრძელი პასუხია ძალიან მოკლე კითხვაზე.
თქვენი ჩართულობა ამ თემაში დასაფასებელია. მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით და რა თქმა უნდა, თქვენი ისტორია გაგვიზიარეთ. გმადლობთ. კარგი, მადლობა.